სენაკი ფოთის სარფის საავტომობილო გზაზე საფარის აღდგენისა და სანაპირო ზოლის გამაგრების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული ტერიტორია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დირექტორთან იოსებ ოზაშვილთან ერთად დაათვალიერა. მხარეების განცხადებით ქვის წვენის შესაჩერებლად კლდეზე სპეციალური დამცავი ბადე კეთდება. სანაპიროზე შენდება 8 მეტრის სიმაღლის ქვანაყარი ბერმა და მაგრდება 10 ტონიანი 8500 ტეტრაპოდი. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ქვის სანაპიროს გამოყვება ქვიშახრეშით, ასევე გარკვეულ ნაწილებზე მიმდინარეობს ბერმის მოწყობა, აშენდება აგრეთვე შტორმისაგან ზღვის შტორმისაგან დამცავი კედელი, რომელიც გზის სავალ ნაწილს დაიცავს ჩამონგრევისაგან. დაწყებულია დამცავი კედლის მოწყობა სანაპიროზე, დამთავრებულია კლდის ჩვენი საწინააღმდეგო ბადეების მონტაჟი, დაწყებულია ტეტრაპოდების ჩალაგება, კარიერებზე აქტიურად მიმდინარეობს ფლეთილი ლოდის მოპოვებითი სამუშაოები.